Coca-Cola Bottlers Georgia რეგიონულ ფილიალებში ოპერირების ახალი სტანდარტის დანერგვას აგრძელებს. ამჯერად უკვე ქუთაისში Coca-Cola Bottlers Georgia's პარტნიორმა კომპანიამ Coca-Cola იმერეთმაც, რომელიც იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის ქვემო სვანეთის ტერიტორიებზე ოპერირებს 2005 წლიდან და რეალიზაციას უწევს Coca-Cola-ს კომპანიის ნაწარმს. წელს ინოვაციური სადისტრიბუციო ჰაბი შექმნა, რაც 5600 კვადრატულ მეტრ მიწაზე განვითარებულ ინფრასტრუქტურას 2008 კვადრატულ მეტრს სასაწყობე ფართსა და 350 კვადრატულ მეტრ ოფისს მოიცავს. კომპანიაში დღის მდგომარეობით 100 სამუშაო ადგილი არის, დასაქმებულების კომფორტული მუშაობისთვის კი Coca-Cola სტანდარტით შეიქმნა სივრცე, რომელიც აღჭურვილი არის თანამედროვე სისტემებით და კეთილმოწყობილი გარემოთი. Coca-Cola Bottlers Georgia რეგიონულ ფილიალებში ოპერირების ახალი სტანდარტის დანერგვასა და თანამშრომლებზე ზრუნვას აგრძელებს. პირველ ეტაპზე სრულიად ახალი და თანამედროვე სადისტრიბუციო ჰაბი ბათუმში შეიქმნა, სადაც პროდუქციის კატეგორიების მიხედვით დახარისხების ახალი სტანდარტი დაინერგა, რამაც კომპანიას დანახარჯების მართვისა და ადამიანური რესურსის ეფექტიანად გადანაწილების საშუალება მისცა. პირველი რეგიონალური ჰაბი ბათუმში შეიქმნა. დაახლოებით წელიწად ნახევარში ანალოგიური ჰაბის მშენებლობა მოვახდინეთ ქუთაისში, რაც ემსახურება იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს. Bottlers Georgia-სთვის პრიორიტეტულია არსებული ჰაბების კიდევ განვითარება და გეგმავს სხვადასხვა რეგიონში მათ მშენებლობას. ასევე ვიგეგმებით 2026 წლისთვის რეალიზაციის დეპარტამენტში თანამშრომლების კუთხით ზრდას, რაც რეალიზაციების ზრდითაა გამოწვეული. ამჯერად ქუთაისში Coca-Cola Bottlers Georgia-ს პარტნიორმა კომპანიამ Coca-Cola იმერეთმაც, რომელიც იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის ქვემო სვანეთის ტერიტორიებზე 2005 წლიდან ოპერირებს და რეალიზაციას უწევს Coca-Cola-ს კომპანიის ნაწარმს, წელს ინოვაციური სადისტრიბუციო ჰაბი შექმნა, რაც 5600 კვადრატულ მეტრ მიწაზე განვითარებულ ინფრასტრუქტურას 2008 კვადრატულ მეტრ სასაწყობე ფართსა და 350 კვადრატულ მეტრ ოფისს მოიცავს. ასევე განახლდა სადისტრიბუციო ავტომობილები, რაც მთლიანი ინვესტიციის სახით შეადგენს 1,300,000 ლარს. კომპანიაში დღეს მდგომარეობით 100 სამუშაო ადგილია, დასაქმებულების კომფორტული მუშაობისთვის Coca-Cola სტანდარტით შეიქმნა სივრცე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სისტემებით და კეთილმოწყობილი გარემოთი. ადგილობრივი კადრების მოტივაციისთვის კომპანიამ 2025 წელს სახელფასო ფონდი 30%-ით გაზარდა. Coca-Cola Bottlers Georgia-ს პარტნიორმა კომპანიამ Coca-Cola იმერეთმა ქუთაისში 2025 წელს განახორციელა 1,300,000 ლარის ინვესტიცია და ააშენა ახალი ოფისი, რომელიც რეალიზაციის დეპარტამენტს ემსახურება. მთლიანად ორიენტირებულია თანამშრომლების სამუშაო გარემოზე და ასევე დაინერგა ახალი პროგრამები, რომელიც რეალიზაციებს ემსახურება და შედეგი საკმაოდ კარგია. 2025 წელს 22%-იანი ზრდა დაფიქსირდა კომპანიაში. ამასთან Coca-Cola იმერეთის ახალ სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, რომელიც დასაწყობების მეთოდების დახვეწით მიიღწევა, რაც როგორც კომპანიაში ამბობენ, ეხება არა მხოლოდ ფიზიკურ გარემოს, არამედ პროგრამებს და თანამშრომელთა განვითარების პერსპექტივას. Coca-Cola Bottlers Georgia-ში ამბობენ, რომ ისეთი ფუნდამენტური კრიტერიუმების გავრცელება, როგორიცაა Coca-Cola სტანდარტებით გაწერილი საკადრო პოლიტიკა, თანამშრომლებისთვის სპეციალურად შექმნილი სასწავლო პროგრამების, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და უსაფრთხო გარემოს შექმნა კომპანიის უმთავრესი მიზანია. Coca-Cola იმერეთში 100 ადამიანია დასაქმებული. ყოველი თანამშრომელი პრიორიტეტია კომპანიისთვის და მათზე ზრუნვა მნიშვნელოვანია, რაც აისახება ახალი ოფისის მშენებლობაში, ლოჯისტიკის კუთხით მოხდა ახალი მანქანების ჩანაცვლება, ძველი მანქანების და კომპანიისთვის მნიშვნელოვანია და პრიორიტეტია არსებული ჰაბების სხვა რეგიონებში მშენებლობა, რაც ბათუმშია და ქუთაისშია უკვე წარმოდგენილი. ბათუმისა და ქუთაისის რეგიონული ჰაბების მსგავსი სტანდარტი საქართველოს ყველა იმ რეგიონში დაინერგება, რომელთანაც Coca-Cola საერთო ბიზნეს ამოცანები აკავშირებს. კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-ს ყველა რეგიონალური სადისტრიბუციო ცენტრი 2026 წლისთვის სწორედ Coca-Cola საერთაშორისო სტანდარტით განახლდება, აცხადებენ Coca-Cola Bottlers Georgia-ში.